7 პლანეტის წარმომადგენლების გზავნილი 2 აგვისტო 2016 წელი. ერთობა შეუძლია სასწაულების ჩადენა. მოგესალმებით ჩვენო ძვირფას დედამიწელებო. ჩვენ ისე მოვედით თქვენთან დედამიწის ნატიფი დონიდან სიახლეების გასამხილად. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი წინა მოსვლიდან ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენ მოხარულები ვართ შეგატყობინოთ ყველა ნათელი ძალის უცხოპლანეტური ცივილიზაციების ჩათვლით გაერთიანების შესახებ, რომელმაც ჩვენიერი შედეგი გამოიღო. ჩვენ არა მხოლოდ გაწმინეთ დედამიწის ირგვლივ სივრცე ძველი ნეგატიური ენერგიებისგან, რაც იყო ჩვენი მთავარი ამოცანა, არამედ ამ ერთობამ გვაჩვენა თუ როგორი ბედნიერება და როგორი ძალა ერთობა საერთო მიზნისათვის. განსაკუთრებით თუ ეს მიზანი არის ჩვენი საყვარელი ძმებისა და დედების მრავალსაუკუნოვანი მონობისგან განთავისუფლება მათი დაბრუნება სახლში თავიანთ ღვთაებრივ საწყისთან. ახლა კი ჩვენ იმედით გიყურებთ თქვენ, როგორ გამოიყენებთ ჩვენს დახმარებას, გააცნობიერებთ თუ არა მის მთელს ღვთაებრივ სიღრმეს, შეძლებთ თუ არა ბნელი ძალების შეწინააღმდეგებას, რომლებიც დედამიწაზე დარჩით. ჩვენ ხედავთ, რომ ბევრმა ადამიანმა ჯერ ვერ გამოიღვიძა, თუმცა აგრეთვე ვადევნებთ თვალყურს სულ უფრო და უფრო ზად აქტიურობას იმათში, ვინც ამაღლების გზაზე დადგა. ეს დაყოფა კი სულ უფრო და უფრო შეგრძნებადი ხდება. სამწუხაროდ ჩვენო ძვირფასებო არ არის სხვა გამოსავალი და თქვენმა პლანეტამ უნდა გაითავისუფლოს თავი ამ ტვირთისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც იმალებიან ნაჭუჭში ღვთაებრივი ცოდნისგან, ვინც უდობლობითა და აგრესიით იღებს ნებისმიერ ინფორმაციას ამაღლების შესახებ და რომელთა ვიბრაციებიც ვერ უტოლდება დედამიწისას. ამიტომაც აღიქვი ყველაფერი, რაც მოხდება თქვენს პლანეტაზე, როგორც ბუნებრივი გადარჩევის პროცესი და არა როგორც ვიღაცის ბოროტინება ან ზეციური მრისხანება. ყველაფერი, რაც ხდება და მოხდება დედამიწაზე, შექმნილი თქვენ თავად, საკუთარი გრძნობებით, აზრებითა და ემოციებით. ყოველთვის გახსოვდეთ ამის შესახებ და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ სასწორის იმ პინამ, რომელზედაც არის თქვენი სიყვარული, გადასწონოს ის პინა, რომელზედაც არის ბოროტება და აგრესია, პანიკა და შიში, ძალაუფლებისა და გამორჩენის სურვილი. გვერწმუნეთ ჩვენო ძვირფასებო, სიყვარულის ენერგია იმდენად ძლიერი, რომ შეუძლია იურად გადაწონოს ყველა ეს ნეგატიური ენერგია. საჭიროა მხოლოდ ყოველთვის გახსოვდეთ ამის შესახებ და გამოასხიოთ სივრცეში რაც შეიძლება მეტი სინათლე და სიყვარული. ეს ღვთაებრივი ენერგიები გაანეიტრალებთ მთელ შიშავეს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩით დედამიწაზე, რადგანაც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ისინი, ვინც ატარებენ დესტრუქციულ ენერგიებს და პროგრამებს, რომლებიც მათ ჩადებულია თავიდანვე და რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გმართავდნენ. ეს ძალები უკვე გავანადგურეთ ჩვენ. თქვენ კი ჩვენო ძვირფასებო ახლა დაგჭათ მათი დამქაშების გამკლავება დედამიწაზე, რომლებიც მუშაობენ ხელმძღვანელობის გარეშე, მათ აღარ აქვთ ზევიდან დახმარება, ისინი მიდიან მხოლოდ ინერციისა და ჩვევის მიხედვით. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ქმედება მოიტანს ჩვენიერ შედეგებს. 7 პლანეტის წარმომადგენლები, რომელსაც გულსფერად უყარხართ, საუბრობდნენ თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თან უნდა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.